საქველმოქმედო და გარემოს დაცვის აქციები ჩატარდა სოფელ მაღაროსკარში. ორგანიზატორი საერთაშორისო ქართული სკოლა იყო. ბავშვებმა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები ჩაუტანეს და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად სასწავლებლის ეზოს დასუფთავება გამწვანებაზეც იზრუნეს. აქციის შემდეგ ბავშვები სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმსაც ესწრებოდნენ. გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიებაც. მოსარდებმა ამფითეატრში მწერლის ნაწარმოებები წაიკითხეს. ვიხარია, რომ ასეთი საქველმოქმედო აქციის ჩატარება მოგვიხერხდა და ვაჟა-ფშაველას 150 წლის თავის იუბილესთან დაკავშირებით ჩვენმა სკოლამ გარკვეული შემოწირულობა გაიღო მაღაროსკარის სკოლის ბავშვებისათვის და აგრეთვე ბატონ გოგა ხაჩიძესთან ერთად დავრგეთ ნერგები. ჩვენც არის ბედნიერება ერისთვის, რომ ყავს ვაჟა-ფშაველა და ვფიქრობ, რაც ბევრი ბავშვი ეზიარება ამ კულტურას და ბავშვობიდანვე დაიწყებს შეხებას იმასთან, რასაც ვაჟა-ფშაველა და მის შემოქმედება ქვია, ეს იქნება გარემოსთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემ სკოლაში ხეებს რგავენ და ისაც მიხარია, რომ მეც დავრგე ხე. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ჩვენ გამოვედით და ამდენი ხალხმა ვნახა ჩვენ და გამიხარდა, რომ ჩვენ იმედია ჩვენც გავახარეთ ეს ხალხი.